ჰაი, დილა მშვიდობის მეგობრებო. არა, რაღა დილა შევადღე. მე და მარიკო მივდივართ მაკდონალდში ნახალოკაში აქვე. ძალიან ახლოს. შევადღეა. თითქმის და რაღა დილა. და წავიდეთ ერთად. მე მაინტერესებს ხორცის მაღაზია ღია თუ. კი. მაგრამ გადასვლას ვერ მოვასწრებ. შევპირდი რამდენი ხანია, ამიტომ არ მინდა რომ ისე წავიდე ხა სოფელში რომ არ წავიყო. აუ ხო გადავიდოდი ამდენ ხანს. ამიტომ მივდივართ. გზის იქით უნდა ხედავთ არ იყო შემოღობილი აქეთ და იქით მხარეც მეტრო, რაც ნიშნავს იმას, რომ იწყება რეაბილიტაცია სკვერების და ძალიან მხარია. ერთადერთი რაც არ მომწონს და რაც ისევ იქნება არის ის, რომ ჩამოსხდებიან ლოთები. და ეს ჩვენი გაკეთებული სკვერი დაემსგავსება რა ვიცი ბირჟას. ეგ არის ძალიან ცუდი. აი აქ რომ ვიცით რომ ძალიან შეიქცევიან რა არასათანადოდ რა ამტრევენ სკამებს საქანელებზე ხდებიან მოკლედ არ კონტროლდება რა ეგ არის ძალიან მინდა მე დავლიო კრემოვანი რო არის ცივი ყავა ნახოთ მაგას ვფიქრობ რომ დავლიო ვერაფრით ვერ გავიხსენი სახელი. კი ვნახავ, მაგრამ მარიკოს უნდა სახის მოხატვა და ვნახოთ თუ იქნებიან. ძალიან მინდა რომ ხელ. იუჰუ. აუ მეორე სართულზე თუ ადგილი არ არის, მე ჩამარტყით თავში რამე. პირველი არ მიყვარს. Hello Kitty Kinda. აპლიკაციაში უნდა იყოს რაღაც მენიუებზე გარკვეული ფაქტორები. მოგწონს? მაჩვენეთ როგორ გიხდება და იუჰუ ხაც მენიუ იყო ფასდაკლები და ეგ მენიუ ავიღეთ ასო გადავიხადე 22 და რაღაც ნუ ცივ ყავაში და იმაში გადავიხეთ ცოტა მეტი რა. მოგწონს. ცე გადმოგვიწმენ. გეწონა შენი ნახატი? ხო, ეს არის ჩვენი ნომერი, მაგის ნომერია. ეს მუსიკები არის მიშლის. ვერ ვარ ხო? ბლოკება ვიდეო. მოვნარნარდით და როგორც ხედავთ საკმაოდ ბევრი რამ იყო ამ 14 ლარში, რა თქმა უნდა ეს ყავა არ ითვლება. ეს ყავა თვითონ 7 და რაღაც ღირდა. ხო, ძალიან დიდი იმედები მქონდა ამასთან დაკავშირებით. ძალიან ნორმალური მენიო 14 ლარი არაფერი არ არის, რა ვიცი, მართლა არ არის, რომ ვერ გაიგებ ისეთი თანხა, თუმცა არც ეს არ იყო რაღაცა არიქა და უზარმაზარები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც 14 ლარი არ არის არაფერი. დამავიწყდა იმის თქმა, რომ соусები არ მოესხათ, მე ვერ ვიტანდა მეზიზღება. თუმცა დამავიწყდა. ხო და ამ დავიწყებას მოყვა ის, რომ მცირე რაოდენობით ქონდა, მაგრამ მაინც როცა არ გიყვარს, არ გიყვარს და მორჩა. და რას ვიზამთ, მაინც მივირთვი. ასევე დავაგემოვნე კეჩუპი,
რომელიც მიდე გითხრათ საწებელი, რა ვიცი რა, რასაც ვეძახით ხოლმე. მე საერთოდ არ მიყვარს, როდესაც სიტკბო მოყვება. არ მიყვარს, აი ამაზე საუბარი. როდესაც სიტკბო მოყვება, არ მიყვარს, ჩემთვის ან წარა უნდა იყოს, ან მჟავე უნდა იყოს. სიტკბო უკვე დიდად არ მომწონს. ვერ ვიტყვი რომ გადავირიე, იმიტომ რომ სიტკბო მოყვებოდა ნაწილობრივ. თუმცა ესე სათამაშოდ რომ გაერთო, ვერ ვიტყვი რომ ცუდია. გაერთობი რა. შეჭამ თქონას, რა ქვია. საცებას გდარაო. რა თქმა უნდა, არას მეტყოდა. სათამაშოდ გაერთობით რა. სიმართლე გითხრათ, ვენდი უფრო მომწონს, მაგრამ ცოტა იქით არის და დამეზარა გასვლა, ამიტომ რადგან ამას უნდოდა რომ დაეხატათ მის ხელზე ან სახეზე, ამიტომაც მოვედით აქ ძალიან ცოტა ნაგეცი და ფური მივეცი, მაგრამ კი ხედავთ რა სახე აქვს. მაგრამ მაინც დააგემოვნა, აღარ გამიტეხა ხათრი, მაგრამ ვაი იმ გასინჯოს ამას რო სახე ქონდა. ყველის ტოსტის აღებასაც ვაპირებდი მარიკოსთვის, მაგრამ აღარ მინდოდა რომ ნერვები აშლო და ვიცოდი რომ დიდათ არ მიირთმევდა, ამიტომ არც ერთმა არ ავიშალეთ, მოკლედ ნერვები და კი ხედა დახოვებული აქვს, აგერ ფრიდა რაც უყვარს იმას მიირთმევს. მოვიდა ამის ჯერი სუნს არ აუშავდა, სიმართლე გითხრათ, ვერ მოვიტყუები, ნორმალური სუნი ქონდა. მაგრამ სამწუხაროდ კრემს არაფრის გემო არ აღმოაჩენდა მაინც რომ გითხრათ. და გული დავწყდა ძალიან, რაღაცა ძალიან დიდი მოლოდინებით ვიყარი, რაღაცა აღჭურვილი, მაგრამ ხო, რას ვისაუბრეთ. კარამელი დავიწყებიათ. ამასაც არ აუშავს. სამაგერო ძალიან საყვარელი გოგონა იყო, ვინც მარიკოს დაახატა, რაღაცებზე დამაკვალიან, რაღაცები ვკითხეთან და ძალიან საყვარელი გოგო იყო. ადრეც ეს გოგონა დაგხვდა, სხვათა შორის ვინც დაახატა და რო დავინახე მე აღვიდგინე, ხო, სახეზეც მეტყობა რომ არ აუშავს თქო ვიძახდი, დიდი არაფერი. უფრო ყინულის გემო მოდიოდა, სიმართლე გითხრათ, ვიდრე ხარ ამის. თუმცა ხო რა. გავერთე რა, მარიკო გაერთო და მე მისი სიხალისით ვიყავი გამაყოფილი და მეც რაღაცნაირად მოვწყდი ყოველდღიურ იმ რუტინას, იმ რაღაცებს, რაც ადამიანებს გვახლავს ხოლმე. აი მე როგორ ის 22 და 90 გადამიხდია. აქ ვკითხე კმაყოფილი ხარ თქო და შევიაროთ ნატურალში. წავიდეთ აბა. იქნება რამე ვიყიდო, რაღაცა ყიდვის ისა მაქვს, რა ქვია, დღეს ამოჩენება. გადიდე. აირი ხარ საყვარელი. ძალიან მომწონს აი მსგავსი წაწუნა ქვაბები, იმ ადგილი რომ მქონდეს სიამოვნებით შევიძენდი. ეს ჭავის წავიღოთ ლავაში და წავიღოთ ორი. ყველგან არ იყიდება სხვათა შორის ჭავის ლავაში. ჩემი საყვარელი განყოფილება. ძალიან მოწესრიგებულია მართლა, ყველაფერი ძალიან. ნახეთ, ეს არის ყვავილი ბუტია, ნახეთ. ნახე როგორ გამებუტნე ბოთიში. ნახეთ, რა საყვარლები არიან. დე. ზალა.
გარდენია ქვია ამას? ეს და სულელია. რა ღირს? ეგ 100 ლარი ხმა პატარები კაი. პატარები. აი ნახეთ გაყავდება უკვე საათად. აი ნახე. ეს გაიშლება ამტომარი. და ეს რა ღირს? 25. აჰა. ეგ რომელია ლიმონი? ეს მანდარინი. მანდარინია? აი ნახეთ, აი. მაგ ნეკერცხალი წითელი, მაგ წვანი ნეკერცხალი. აჰა. აი ყველაფერი. რო დატოვებ სასწაულესია ბარხაც გავს ხალხო. რომელ ანგარიში ჩაგიქცე. მინდა განახოთ ჩემი უსაყვარლესი შენაძენები, რომელიც დღეს მოვიყვანე და გიჟდები, ეს ისეთი ლამაზია, ისეთი საყვარელია. აი, თან ვინც მოვიყვანე, ყველა მეგობრებო უძლებს ყინვას და ასევე მზეს. ეს ნახეთ, გადმოეკიდება, ცოტა ხანში გაიზრდება ეს მუყვა. ქოთანი არა, რა თქმა უნდა, ქოთნები ისალკე ვიყიდე. და არის ძალიან საყვარელი პაწაწუნა რაღაცაში ქონდა იმ ბატონს ჩარგული და ესე იყო გადმოკიდებული ეს დიდ ქოთანში მაქვს მე უკვე, იმიტომ რომ ძალიან მალე იზრდება. შესაბამისად აქედან სხვა ყვავილი ავიღე, იმიტომ რომ აღარ ეტეოდა რაც მინდოდა, ის ვერ დავტიეს, ძალიან დიდია, თორე იდეაში მეტი ეტევა ქოთანი აქ. ეს ჩემი სიყვარული სულ აქ მეყოლება, ესეც ზამთარ-ზაფხულ შეგიძლია ყავდეს. ხო, ეს მე გადასარგავი ყავს, თუმცა ისე მომწონს, რომ შეფარს გადავგო. და ხო, ესეც ჩემი სიყვარული სავარაუდოდ მე შებრძანდება სახლში. ეს დედამთილისგან წამოვიყვანე და ვნახოთ რას მეტყვის. მე მგონი რომ ყინვალსაც უძლებს. ხო, ეს ისედაც უძლებს, ეს ისედაც უძლებს. და ჩემი სიყვარული ისედაც უძლებს და აი ძალიან მომწონს. ხო და გაუმარჯოს ჩვენ სიმწვანეს ხალხო. მოვედი გოგოებო, ოღონდ ვერ გადავიღე, ვერ სამოლაგება რაღაცები ვიყიდე, საყოველდღიურო ვიყიდე, ესეთი არაფერი მიყიდე, აი უფრო საოჯახო რაღაცები. ასევე ქოთნები, ყვავილები შევისყიდე, გიჟდები, ისეთი ულამაზესი ყვავილები ვიყიდე, კი გაჩვენებთ აუცილებლად, გადავრგე, გავასუფთავე ყველაფერი და ისე მიხარია, იმდენი მცენარე მაქვს უკვე, რა გეგმაც გვაქვს გარე სივრცის გაკეთება, რომელიც ალბათ დაახლოებით ოქტომბერში უნდა საბოლოოდ დასრულდეს, ოქტომბრამდე არ მგონია რომ გაკეთდეს, სექტემბერი, ოქტომბერი ალბათ რა უკვე გალამაზდება, მათ მაგიდა და ორი სკამი უნდა ვიყიდოთ, სადაც რაღაცა ყავას დალევა, უბრალოდ მოსაწევად დაჯდებიან ხოლმე. ზაფხულში იყავის დალევას არაფერი ჯობია, იმიტომ რომ ისეთი სიგრილია, ხალხო იქ ისეთი სიგრილია, რომ აი არ ვიცი, აქედან რომ გავდივართ, ანუ ჩემი ოთახიდან, ხო და მან სულ უნდა გაკეთდეს მცენარეები, სიმწვანე და თვალს უნდა მოსწონდეს, რომ სანამ შემოხვალ ამ ჩემს სახლში უნდა მოგწონდეს და გადაირიო ესეთი სიმწვანე უნდა დახვდეს, ვინც არ უნდა მოვიდეს, თუნდაც მე ყოველდღე მინდა რომ იმ სიმწვანეს ვუყურო და ამიტომაც გაზი და რაღაცები დევს, რაც ძალიან ამახინჯებს შემოსასვლელს, ეგ შევასხვაგან, ეგ მდგმურებისთვის გამოსაყენებელია, ეგ გაზი და უკანი და რაღაცები გადავასხვაგან. ой, მე რამდენი უნდა სახლის კეთებს ღმერთო. ხო და მოკეთ მათ უნდა გალამაზდეს, შეძლებს დაგვარად. რომ უბრალოდ მიკოხტავებული იყოს. იქ გარეთ 5 მცენარე მიდევს ახლა თუ 6 ხო დაახლოებით აქ ხმანიშნულობა. რაც ჩემთან არის ფანჯრის რაფებზე, რა თქმა უნდა მან დარჩება, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ გავიხედები, მომწონდეს და არ იყოს რაღაცა ერთფეროვნება, მომწონს და სიმწვანეს ვხედავ და გისოსები, გადასული გისოსები მაგიტომაც გავაკეთე, რომ არ მინდოდა გავიხედე და ვერ გავიხედე და ვეჯახები პირდაპირ გისოს არ მინდოდა, ყვავილების რო არიდოს, ისედაც არ მინდოდა ეგეთი გისოსები და ახლა მეტად კიდე გადაწეული გაკეთდა, იმიტომ რომ ყვავილები მინდოდა რომ დამედო და რა ვიცი, იგივე მაცივარია ზამთარში რაღაცა რომ კიდოდეს ქუფსაც დადგა. პატარა ქუფს. ხო და მოკლედ ესეთი გეგმა ვაიმედე და ხელმა გადათლილი ხალხო გუშინ ისე გავიჭერი. ფრჩხილებზე ვიყავი.
მეთქი ნახავდი ადგილი თუ იყო ბოლომდე დავიჭერი, სადაც როგორც კი შეიძლებოდა ხალხო დაჭრა აი ესე ბოლომდე, მაგ კოტიტად ჯეხვის ეს პატრა თითები მაქვს და აი რო ვიჭრებ ჩოსხოს საერთოდ თითები აღარ მაქვს. იმიტომ რომ შუებიდან გადატყდა ისე რომ აი არ ვიცი. ხო და არსად ადგილი არ იყო, ჩაწერეთ ამ კვირაში ადგილი არ იყო და მოკლედ შორს წამსვლელი მე არა ვარ, ეხა სხვა უბნებში, თუნდაც მარჯანიშვილზე შანსი არ არის. იქ წამსვლელი მე არ ვარ და რა ვიცი, მე თვითონ წავიშორებ დღეს, მოვიწესრიგებ ყველაფერს და დასვიზამ სალონის გარეშე დავრჩი, ასე ვთქვათ. აბაზანა ნაწილი უკვე გავხეხე მაღლა სართულზე, მინდა რომ სანამ სოფელში წავალ 1-2 დღეში მივდივარ მამას დალაგებული დაუტოვო აბაზანა, თორე სხვა სოხელი არ ახლო გადაირია, არ შეეხო, მე ჩემ გემოზე მაქვს დალაგებულია და მამა ჩემი ზოგადად არის ძალიან სუფთა. და აი რო ავიდეთ ახლა და კამერა ჩავთო და ყველაფერი გაჩვენოთ, ისეთი მოწესრიგებული აქვს ხალხო, ქალსაც შეიძლება ასეთი დალაგებული სახლი არ ქონდეს. შესაბამისად ხელი არ ახლო არაფერსო შეანო მარტო აბაზანა გახეხე და კაი მეუთხარი. ხო და მოკლედ ვაიმე თვალებ და სიცხე გამომდის. აბაზანა უნდა გავხეხო და ჩემთან მეტალოები მინდა რომ მას ვქნა გავაპრიალო კარგად. ფანჯრის მინებს რაც შეეხება ალბათ ახლა არ დავწმენთ, იმიტომ რომ გრინვეიდან მინდა ფანჯრის საწმედი ტილო გამოვიწერო, რომელიც არის აი რა ვიცი შეუცვლელი პროდუქტი ჩემთვის, აი შეუცვლელი. ხა ვიღაცა გაზეთს ხმარობს, ვიღაც იმისავე მაგას ვიყენებდი წლები და გამიფუჭდა უკვე თავისი ვადა გაუვიდა, რავი რამდენი წელი გამოვიყენე. ახლაც იზავდა, მაგრამ რა ვიცი მე მოკლედ. ხო და ესეთი ამბავი მოკეთ რომ დავწმინდო ესენი. ხო და რო ვიცი რომ სექტემბერში სამსახურში მივდივარ, სიმართლე გითხრათ, ფეხები უკან მრჩება, ფეხები. ეს აგვისტო ძალიან მალე გაივლის, ძალიან მალე. მით უფრო რომ ესე არსად არ მივდივარ საბუდიალოთ, ასე ვთქვათ, ვერც ბებია ჩემთან ვერსად. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სოფელში ყოფნა, დედამისთან ყოფნა, რაღაცნაირად ეს უმძიმესი 2 თვე, ასე ვთქვათ, გადავაგორებინოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ ყველანი ამ ძაიმე დღეების გადატანაში. შესაბამისად არსად არ მივდივარ. უბრალოდ ჩამოვედი, რაღაცები უნდა მივალაგო, მამას რაღაცა ცოტა სადილები დავუტოვო და ისე უნდა წავიდე, გია წამიყვანს ისე. ასე რომ გუშინ ვაიმე როგორიც ეს ხალხო უშაქრო ყავა მიჩვევა, ეხა მოგიყვეთ. რომ მეუბნებოდეთ მეცინებდე როგორ უნდა მივეჩვიო, მეთქი ხა მე იმდენად არ მიყვარს უშაქრო. არც ახლა არ მიყვარს. ოღონდ ეხა ნახეთ რა მოხდა. გუშინ ბიცლაჩმა მოადუღა ყავა და მომერი და ხა მე თქვა რომ უშაქრო მომიდუღა, მე ცალკე უნდა მოედუღებდი და მეთქი კაი ჯანდაბას და ვაიმე, ნახევარ ჭიქაზე მეტი ვერ დავლიე ხალხო. აი მოვწრუპე 1-2 ყოფილი 3 მაქსიმუმ და ვეღარ დავლიე. ძალიან მიმეჩვია რეცეპტორები უშაქროს, ოღონდ არ მიყვარს, აი მიყვარს ვერ ვიტყვი ჯერ, ხო ხვდებით, აი უშაქრო ყავა მიყვარს. უბრალოდ ეთყობა ორგანიზმმა უკვე მიჩვევა დაიწყო და აი მე ისი არ მესიამონა ხალხო, ეგ ტკბილი ისი არ მესიამონა, რო ამბობდით არ მჯეროდა, ძლივს დავლიე ხალხო, ძლივს. ესე იგი მაგნოში ვიყავით. ხო და რატომ არ გვაქვს არასოდეს ნორმალური კრემოვანი ყავები? რატომ? სხვაგან ბევრად უკეთესია, მაგრამ ნუ მაკდონალდს სამწუხაროდ თან კარამელი შეუკვეთე, კარამელი ზემოდან არ იყო და რაღაცა მომერი დამეთქო რომ ბოდიში მეთქი და გავიწყდათ მუსხმა და თორე მომისხამდნენ კარამელს და მეტად მგონია რომ ცოტა გემრიელი იქნებოდა, მაგრამ ნუ იმკრებს რა გააგებრიელებდა ვერ გეტყვით, აი არაფრის გემო, არაფრის. მაგრამ ნუ დავლიე რა. ფაზაკლება ქონდათ 14 ლარი ღირდა მენიუ, საკმაოდ
ანუ მაგფაში მართლა ძალიან კაი რაღაცები იყო. შევუკვეთეთ და ის სულ გადავიხადე 24 თუ 20 რავი რაღაცა. 22 და რაღაცა. რაც დამერწმუნებით, რავი, არაფერი არ არის, როცა გინდა რომ ცოტა განიტვირთო, ბავშვიდან მე გაიყვანო მით უფრო რომ მოხატვა უნდა ძალიან და მაგიტო წამაპორწიალა. და რომ დავპირდი, მე არ მიყვარს, როცა დავპირდები ბავშვს და არ ვასრულებ, აი არ მიყვარს, თუ არ მაქვს იმის თავი რომ შევუსრულო, მე ვეუბნები რომ იცი რა დედიკო, აი მაგალითად ამ პერიოდში მე მაგის თავი არ მაქვს და სხვა დროს წავიდეთ. რაღაცა სხვა გეგმები გვაქვს, მოდი ეს გეგმები გვაქვს შევასრულოთ სხვა დროს და აი ეს მას ესმის, მაგრამ რადგან დავპირდი, თან ეს თუ ძალიან სტრესული იყო მისთვისაც სხვადასხვაურს, ამიტომ მინდოდა რომ რაღაცა გამეყვანა ასე ვთქვათ. ძალიან სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ განიტვირთა რაღაცა ძალიან ქალობთან. აი საყვარელია. ხო და გაიზარდა ჩემი გოგო. ხა ვაცნობიერებ, აი სადღაც 4-5 დღეა უკვე ძალიან დაეთყო რომ გაიზარდა და აი მეთქი შვილო. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მითხარით რომ ძალიან კაი გადაწყვეტილებაა თუ მეორე შვილზე ვიფიქრებ და ძალიან დიდი მადლობა ყველას. ხო, ნუ ჩემ და გასაკვირად ალბათ გება ცხოვრებაში რაღაცების გამო, აი აქ რაღაც იცოლება რა, როგორც წინა ვიდეოში მე გელაპარაკეთ რის გამო და რატო და რანაირად და ასე და ისე, ნუ იგივე ხა აღარ შეგაწყეთ თავს ამაზე ლაპარაკით, ხო რა არის რაღაცები, რასაც ნუ მე გადაახალისებ და ამ შემთხვევაში ალბათ ეგ დამემართა რა, თორე პირდაპირ გეტყვით უკომფორტულესად ვარ ჩემს მარიკოსთან. უკომფორტულესად. მაგრამ საომავლოდ ისევ და ისევ მარიკო რო არ იყოს ესე მარტო და რაღაცნაირად ეგ არის რა. მაგრამ თუ კინებებს ჩვენს მონდომებასთან ერთად ღმერთი ძალიან დიდი სიხარულით დაველოდები, თუ დადგება რა თქმა უნდა ეგ დღე ჩემს მეორე სიურპრიზ. ნახოთ ცხოვრება რაც გვიმზადებს. თქვენ ხო იცით რომ მე თქვენ არაფერს არ გიმალავთ და თუ დადგება ეგ დღე, თქვენ ერთ-ერთი პირველი იქნებით, ვინც გაიგებს ამ ამბავს ერთ-ერთი. აუცილებლად. თან აი ამ ხელამწუხარების მერე მგონია რომ ძალიან დიდი ნუგეში იქნება ყველასათვის. მოკლედ, როგორც არის, ვაიმე, რაც შეეხება იმ ამბავს, რომ ადვოკატი აიყვანეს, რომ ახალგაზრდა ბავშვი რომ დაიკარგა და რომ ამბობენ რომ ვითომ მეწყერმა და ასე და ასე და ასე, რაღაც ინტერვიუ წავიკითხე, სადაც აცხადებენ, რომ იმ პერიოდში ვიდეო რომ მიდევს იმის გაგრძელებას ვამბობ ახლა, რომ იმ პერიოდში არანაირი მეწყერი იქ არ ყოფილა, შესაბამისად მეწყრის ამბავი არის რაღაცა სისულელე. ასევე იწერება, რომ ამ ბავშვს ყავს ბებია ისეთი, აი, გადაგდგამს თავიდან ბოლომდე და უჩვეულოდ დუმსო, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა რაღაცა სხვა რაღაცები მოხდა და ამას ფარცხავენო. და როგორ წარმოგიდგენიათ ბებია, რომელიც მთებს გადადგამს, ასე ჩუმად რატო იყოვო. მოკლედ ძალიან ბევრი კითხვებია და ამისათვის ტარიელ კაკაბაძე ძალიან კარგი კანდიდატია და მიხარია რომ ხელი მოკიდა და ვნახოთ, გაირკვევა, იმედი მაქვს სად, როგორ, რანაირად, რა მეწყერზეა საუბარი, საერთოდ არ იყო მაშინ მეწყერიო და მაშინ ძალიან უცნაური როა და აი აბსურდული რომ ამდენი ადამიანი მიდიოდა მარშრუტით და ისე წავიდნენ რომ ერთი ადამიანი დარჩა თან იცოდნენ რომ ვითომ ქვაზე დაჯდა და სულ რო ქვაზე დამჯდარიყო გაკლიათ ადამიანი და ტოვებთ და მიდიხართ და 1000 სისულელეს ამბობთ რომ ვითომ ფეხი წავიდა როცა ტრანსპორტი მიდიოდა ნუ აიღო აბსურდია ყავყო ამ დებილობას რომელი გამომძიებელი რომელი ჭკვათ მყოფელი დაიჯერებს მითხარით და საწყენი რა არის იცით რომ ეს საქმე თაროზე შემოდეს როცა
ხელის გულზე გიდევს, რომ რაღაცა დანაშაული მოხდა რა. ხელის გულზე გიდევს, დებილიც კი მიხვდება მაგას ხალხო. გაოცებული ვარ, აი ამ ამბავმა საერთოდ არ ვიცი რა იქნა და მე მგონი ყველა ასე ვართ და ძალიან მიხარია, რომ აი ნებისმიერ ამას, რასაც გავიგებ, მსგავს და რაშიც დახმარება დაჭირდება ოჯახს და ასე ყოველთვის მზად ვიქნები დავუდგე გვერდით. ეს სიდებილეები რაც ხდება და წარმოუდგენელი აბსურდები ხალხო, აი არ ვიცი რა, აღარ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები გურში წავიკითხე. გორში 6 პირი დაჭრესო თუ რაღაც მსგავს მოვკარი თვალი, ხო? 6 პირს ანუ ვეღარ გასულ ხარ ხალხო, გარეთ ვეღარ გადდივარ. საღამოს მეშინია, დღერო ვარ, ასე ვიკავია ბავშვი დაზაფრული დავდივარ. ვინმე რო დამეჯახოს, ან ვინმე შემადგინოს ხმის ამომღები არა ვარ, ხალხო, ისეთი შეშინებული ვარ. რა, ამაჩვენს ხორბას ვეძახით ახლა, რომ მედიტერია, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ერთმანეთი უყვართ თუ რაღაც, აი მაგრა გვიყვარს ერთმანეთი კი. აი გიждდებით ერთმანეთზე. ადრე შესაძლოა ეს ყველაფერი იყო და იყო, მაგრამ შეიცვალა დრო და სამწუხარო ძალიან შეიცვალა დრო. ძალიან უცნაურად შეიცვალა დრო, მინდა ვთქვა, ძალიან. აი შოკირებული ვარ, ისე შეიცვალა დრო. შოკირებული. მოდი ერთი რამ გავარჩიოთ, რომ ქვეყანა გვაქვს არაჩვეულებრივი, საოცარი, თაგინა გაქვს, ვაგინდა გაქვს, ყველაფერი გაქვს. დაცხება, წახვა მთაში, გაგრილება გინა ზღვაზე, ერთ სეზონში შეგიძლია აკეთო. უმაგრესი ქვეყანა გვაქვს. ჩვენ რას ვუშვებით ამ ქვეყანას? აი ეგ არის საკითხავი. ჩვენ რას ვუშვებით ხალხო ამ ქვეყანას? რას ვაკეთებთ? რატო ვანადგურებთ ყველაფერს და საერთოდ მეტყულად კი არ ვქვის სკვერი უკეთება მიხარია, მაგრამ ერთ კვირაში ბოლო მოეღება. და რატო? არავინ არ აკონტროლებს. გამიხარდება თუ ვიდეო კამერები იქნება და რა წამსაც უფროსი დაჯდება თუნდაც იმ საქანელაზე, ვირებივით რომ წამოჯდებიან ხოლმე ეს რგოლი რო არის და რო აბზრიალები და დაბოლილები რო იცინიან და ლუძით ხელში დარბიან სკვერში, იმ წამს მოხდეს რეაგირება. წესით ნორმალურ ადგილას რო ვიყოთ, უნდა იყოს ეს ასე. თუ სათვალო კამერა არა, რაღაც ამ პოლიცია უნდა დადიოდეს, რაღაცით ხონდა შეჩერდეს ხალხო ეს უსაქმურების თარეში, სკვერებში. ვერ გადიხარ, ვერ დაჯდები, იმიტომ რომ ვიღაცა ძველი ბიჭის ისიქ და არ გინდა ეხლა რა, იმასთან ერთად იჯდე რატომღაც და რატომ მინდოდეს. და თუ არის ბავშვების სივრცე, აუცილებელია იყოს შემოსაზღვრული, რომ იქ ვერ შევიდნენ. აი კიდე მინდა ზამკაფიოდ თქვა, აი ზუსტად ეს რომ იმ კონკრეტულ ადგილას არ უნდა მოხდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ბავშვით იმ მომენტში და რა გესაქმება საერთოდ იმ საქანელებზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც შენ ვერ გაერთობი ვერანაირად. კიდე ვიძახი, რომ როდესაც ჩემი ძმისშვილი წავიყვანეს სკვერში, რომ დამელაპარაკნენ, მე ბერძნული ესე არ ვიცოდი რომ ამეხსნა ვინ ვიყავი, ანიტასი და გამოკითხეს თავი და ბოლომდე ანიტა ვინ ვიყავი, რატო წამოიყვანა ეს გოგონა ამ ქალბატონმა, ანუ მე საიდან ჩავედი დეტალები და მე ჩემი ის რომ ნახეს ჩემი რძალი მასაც გამოკითხეს რომ ვინ ვიყავი, რომ ბავშვი ან მოტაცებული ხო არ იყო ანუ რასთან დაკავშირებით იყო უცხო ადამიანი იმ ბავშვთან, რომელსაც სულ ხედავდნენ სკვერში. და ძალიან კარგია დამეთანხმებით ეს მიდგომა, აი ძალიან კარგია. როცა მუდმივად გხედავენ უკვე რა. და იეჭვეს ვინ არის ანუ ბავშვი ხო მოიტაცა ან რამე. ძალიან კარგი მიდგომა. ხო და იმას რატომ ვაყოლე, შემოსაზღვრულია. რაღაცა ხის რაღაცით, ესე გალავანივით არის შემორტყმული, მაღალია, სადაც იკეტება კიდეც კარი, რომ პატარა ბავშვი ვერ გაიქცეს, თუნდაც იმ სივრციდან ვერ აწვდეს და ვერ გააყოს. და მშობა შეგიძლია გაერთა სივრცეში სულ სკამებია წრეზე და დაჯდე და იქიდან უყურო შენს შვილს. აი ეს არის ნორმალური ჯანსაღი
სკვერი და რა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რეაბილიტაციებს წელიწადში 50-ჯერ, დავდგავთ ერთ სასრიალოს და მთელი დიდი პატარა ქალი, კაცი, ძაღლი, კატა, რა ვიცი, ვეშაპი ყველა ვქანაობთ ზედ. არ არის ეს სწორი. არ არის სწორი. საერთოდ არ მინდა ლუდით ხელში მორბენალ კაცთან ერთად ჩემი შვილი დადგეს სასრიალოზე და იქ ისრიალოს. არ მინდა ბატონო, არ ვარ დაცულად, არ ვგრძნობ თავს. რა ვიცი. მგონია რომ ძალიან ნორმალური შეხედულება მაქვს ამ ამბავთან დაკავშირებით. რა მე ეგრე მგონია. აი ეს სხვა ქვეყნებს ადარებთ. ბიჭო, იმიტომ ვადარებ, რომ ის მომწონს ის რაღაცა და არ არის ამ ჩემი შვილის უფლებები არაფრით დაცული და ხარა გავაკეთო. რატო არ უნდა ვთქვა ხო არ იცით? დიახ, უნდა ითქვას, როცა რაღაც ძალიან არ მოგწონს. რატო არ უნდა ვთქვა, ნუ რატო არ უნდა მქონდეს თქმის უფლება ხო არ იცით? დიახ, მაქვს და ვიყენებ კიდეც. მით უმეტეს, როცა ჩემ პლატფორმაზე ორ მაგად ვილაპარაკებ კიდე. დგანან იქ რაღაცა გაახვევენ, რაღაცებს ეწევიან, დადიან დაბუდიალობენ და შენ იქ ბავშვი მიყავს, სადაც ეგინიცხედან არ მინდა ბატონო ეგრე რა. რა ვიცი, თუ სკვერს აკეთებ, გააკეთე ისე, როგორც წესია. თუ ყველასთვის არის, მაშინ სხვანაირად უნდა გაკეთდეს სკვერი. თუ მხოლოდ ბავშვებისთვის საქანელებიც გაქვს გაკეთებული, მაშინ გამოდის, რომ ბავშვებისთვისაც გაქვს. შესაბამისად, ის ადგილი მაინც შემოღობეთ, სადაც იქ ვერ შევა ვერავინ სხვა მშობლის და ბავშვის გარეშე. რა ვიცი. რა იყო ამისთან და რა ღირსებისა, ღობეები, რომ ვერ გააკეთო. არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ გაკეთდება ეგრე. თლად ეგრე არ მგონია, მაგრამ რა ვიცი, ვიმედოვნებ. მინდა უბრალოდ. მას ლაპარაკობთ, ვინ დალევს ეგრე. ბავშვთან ერთად იმ სივრცეში რომ შევიდეს ვინმე გაუხეთქავენ იმ თავს ხალხო რას ლაპარაკობ. ერთხელ ბავშვთან ერთად ქანაობდა მშობელი, ესე ყავდა ჩახუტებული და იმაზე იჯდა რა. იცი რა უქნეს, გადამოდიო ეხლა მან დედანო, თორე პოლიციას გამოვიძახებთ, თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო, არ მისცეს უფლება. რომ ესო ბავშვების არისო და ამხელა ქალიო რომ ქანაობ, ამხელა ადამიანიო ჩამოგლეჯო, ანუ გაფუჭდებოდა, რატო აფუჭებო და არ ვიცი ხა იმა რაღაცა უთხრა და ამათ შეუტიეს რა, რომ აბრძანდითო ფეხზეო, თუ ახლავე პოლიციაში დავრეკავთო. ეგ არის ბავშვებისო, თქვენ არ უნდა ქანაობდეთო ზედო. ან ბავშვი დასვითო, ან თქვენ ადექითო, ნუ მოკლედ რა, შეხლა შემოხლა ქონდა და მე ის იყო რა ქვია. რო გაიგვი ხემქალ პოლიციას გამოვიძახებთო, ადგა. თორე იყვნენ გამომძახებლები, თან აუცილებლად იქ არავინ აფერს არ მოგერიდება, გამოიძახებენ პოლიციას, იმიტომ რომ შენ არ ყო კანონს. აბა, წამომიჯდებიან. და ხო არ გონია რომ ეტყვი რომ აბრძანდი ფეხზე, თავს გაგიხეთქავე, გადაგიხსნიან, აი აქ რას ქვია, ეხლა შემე მიბედავ და შემე მასწავლი ავდგე და რა ვიცი აბა. ეს კი დღეს დავაკვირდი გოგოებო, YouTube-ის იმაში ვიყავი, YouTube სტუდიოში და გამომუშავებას ესი ორი ვიდეოს გამომუშავება ჯერ არც არის, არა და როგორც წესი, ანუ წესით უნდა იყოს რა. არა თუ ძველი ვიდეოსი, ანუ ახალიც უნდა ყოფილიყო უკვე წესით, მაგრამ ჯერ არც ერთის გამომუშავება არ არის და რატო აქ შეფერხება, არ ვიცი, რაცა ძალიან შეფერხებებით მიდის ამ ბოლო დროს ეგ ამბები და რა ვიცი, ზაფხული მაგაზეც მოქმედებს. ყავის ნალექი ძალიან კარგია ყავისათვის, იმისათვის, რა ქვია, ქუთნებისათვის, ყვავილებისათვის. ხო და მივაწუწებ მერე, თუ არ დამავიწყდა. ახლა წავედი ხალხო, საჭმელი მაგასაკეთებელი. კარგი ის არის, რომ ძალიან კარგი იატაკის ის ვიყიდე, რა ქვია, ვედრო და თავისი ჯოხი. დაახლოებით ეგეთი გვაქვს სოფელშიც. მე არ მიყიდე აღონ დავაბარე და მოიტანეს ბიჭებმა და თლად კარგი არ არის. ეს ჯობია რაც ახლა ვიყიდე მე. ესეც მუხრანში ვიყიდე. მუხრანი და წამოვიღე რომ მოვდიოდით. ხო და ეს ბევრად მომეწონა სხვათა შორის. ხო და ისე მომწონს დღეში 8 ჯერ იატაკს ვწმედ, გადაცვრა. იატაკი გადაცვრა. კარგი, გემშვიდობებით.